გამარჯობათ მეგობრებო, გეოთერმული ენერგია არის ენერგია, რომელიც დედამიწისში და სითბოსგან მიიღება. ეს სითბო წარმოიქმნება პლანეტის სიღრმეში და ზედაპირზე მუდმივად მოძრაობს. დედამიწის შიდა ტემპერატურა ძალიან მაღალია. რაც უფრო ღრმად ჩავდივართ ქერქში, მით უფრო იზრდება სითბო. ეს იმიტომ ხდება, რომ ქვემოთ მდებარეობს მანტია და ბირთვის, სადაც ტემპერატურა 1000 გრადუსს აღწევს. დედამიწის სითბოს ორი მთავარი წყარო აქვს. ერთი არის პლანეტის ჩამოყალიბებიდან შემორჩენილი სითბო. მეორე კი რადიოაქტიური ელემენტების დაშლა ქანებში, რაც მუდმივად გამოყოფს ენერგიას. ზოგ რეგიონში ეს სითბო ზედაპირთან ახლოს არის. იქ მიწისქვეშა წყლები ცხელდება, გადაიქცევა ორთქლად და ცდილობს ზედაპირზე ამოსვლას. ამ პროცესის მაგალითებია ცხელი წყაროები და გეიზერები. როდესაც ადამიანები ამ სითბოს მართავენ და ტექნიკურად იყენებენ, წარმოიქმნება გეოთერმული ენერგია. ცხელი წყალი ან ორთქლი გამოიყენება ტურბინების დასატრიალებლად და ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ზოგ შემთხვევაში კი ის პირდაპირ გამოიყენება შენობების გასათბობად. გეოთერმული ენერგიის დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის განახლებადია. ის არ საჭიროებს საწვავის წვას და ატმოსფეროში ნაკლებ დამაბინძურებელ ნივთიერებებს გამოყოფს. თუმცა გეოთერმული ენერგია ყველგან ვერ გამოიყენება. ამისთვის საჭიროა კონკრეტული გეოლოგიური პირობები, მაღალი ტემპერატურა, წყლის არსებობა და ქანების გამტარობა. ამიტომ გეოთერმული სადგურები ძირითადად ვულკანურ და ტექტონიკურად აქტიურ ზონებში გვხვდება. ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური და ფინანსური მხარე. გეოთერმული ჭაბურღილების ბურღვა ძვირია და ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. შედეგად გეოთერმული ენერგია არის ძლიერი, მაგრამ ლოკალური რესურსი. ის გვაჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული გეოლოგია და თანამედროვე ენერგეტიკა. თუ გინდა უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს დედამიწა და როგორ ვიყენებთ მის ძალას, გამოიწერე არხი გეოკორი და გააგრძელე სწავლა ჩვენთან ერთად.